ეს არის კურიერი 9 საათზე. უკვე მე-6-ად საქართველოს მსოფლიოსთან ერთად დედამიწის საათი აღნიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქების რამდენიმე შენობაზე განათება 1 საათით გაიფიშა. საღამოს 9:30-დან 10:30-მდე. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენი ტელევიზორები მაინც იყო ჩართული და მეტყუილად არ მუშაობდით. როგორი იყო დედამიწის საათი საქართველოში წელს, ამას ანუკა ელისბარაშვილი გვეტყვის. უკვე დასრულებულია დედამიწის საათი 2014 საქართველოში 1 საათის განმავლობაში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და ქუთაისში 1 საათის განმავლობაში იყო გათიშული სხვადასხვა ქუჩები და შენობები. წელს პირველად შეუერთდა ამ აქციას საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, საქართველოს კანცელარიის შენობა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიც. მე შეგახსენებთ, რომ ამას გარდა თბილისში მრგვალ ბაღში მოეწყო ღონისძიებად ნებისმიერ მსურველს შეეძლო აქ მოსვლა და სიმბოლურად სანთლის ჯგუფზე მუსიკის მოსმენა. ამ აქციით უერთდებით ამ გლობალური კამპანიას, ასე ვთქვათ, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. და იდეა გახლავთ ის, რომ 9:30-დან 10:30-მდე გაითიშება შუქები, ყველა არასაჭირო განათებები და ჩვენ აი აქ მოსულ ხალხთან ერთად აღვნიშნავთ სანთლებით, ყვავილებით და ეს პერიოდი არის ის ამ 1 საათის განმავლობაში შეგვიძლია ერთმანეთს დაველაპარაკოთ, გაუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები, როგორ შეიძლება დავიცვათ გარემო, რა დაგვაფიქროს ამ მომენტმა იმაზე, რომ როგორ ნაკლები ენერგიის მოხმარება რას ნიშნავს და ეს ხომ ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ. როგორც ვიცით, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ტარდება ეს აქცია და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ პატარა წვლილი მაინც შეგვაქვს მთელი მსოფლიოს საქმეში. და კარგი იქნებოდა თუ არა მხოლოდ 1 საათი, არამედ ისე გავითვალისწინებდით მთელი მსოფლიოს ადამიანები, რომ რაღაცნაირად გავუფრთხილდეთ ბუნებას და დავიცვათ ბუნებას შეძლების დაგება. მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიება, იმიტომ რომ ხალხი უფრო აქტიურია, რავი, ყველა ახალგაზრდა ერთობა, კარგია, უფრო ხალისიანი ხდება ნელ-ნელა გაზაფხულთან ერთადაც, უფრო კარგად ხსოვს თავს ასეთ ღონისძიებებში. საქართველოს წელს უკვე მე-6-ად შეუერთდა ამ მასშტაბურ ღონისძიებას 150-ზე მეტმა ქვეყანამ და მილიონობით ადამიანმა აღნიშნა დედამიწის საათი. მე შეგახსენებთ, რომ ამ აქციის მთავარი მიზანი არის გაუფრთხილდეთ ჩვენს მწვანე პლანეტას და ვიზრუნოთ მის უსაფრთხო მომავალზე.